მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერზე 10 საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. 8 მილიარდ დოლარზე მეტი საგარეო სავაჭრო ბრუნვა საქართველოს ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა. მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში ქვეყანას თითქმის 2%-იანი ზრდა აქვს. საქსტატის წინასწარი მონაცემებით განსაკუთრებით გააქტიურებულია ექსპორტი. მაჩვენებელი 21%-ით არის მომატებული, რაც შეეხება იმპორტს, აქ 5%-იანი კლება ფიქსირდება. მთავრობის ეკონომიკური გუნდი დადებით ტენდენციებს ქვეყანაში ბიზნეს აქტიურობით ხსნის და ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდას პრიორიტეტულად ასახელებს. თუ შევაფასებთ 4 თვის ექსპორტის მაჩვენებლებს, ვნახავთ, რომ დაახლოებით 21%-იანი ექსპორტის ზრდა ფიქსირდება და ასევე რეკორდულია ექსპორტის მოცულობა 4 თვის ჭრილში. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ქვეყანაში იზრდება ბიზნეს აქტივობა, რაც გამოიხატება ერთის მხრივ ადგილობრივი წარმოების ზრდაში, რომელი პროდუქციის გატანაც ხდება საერთაშორისო ბაზრებზე, ხოლო მეორეს მხრივ იზრდება რეექსპორტირებული პროდუქტის მაჩვენებელი, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე. ახალ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა მთლიანი ექსპორტის მაჩვენებელი საფრანგეთისა იანვარ-აპრილში 2 მილიარდ 440 მილიონ დოლარამდე არის ეს მაჩვენებელი, რაც 21%-იანი ზრდა არის. საქართველოს აგრძელებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და ძლიერ ზრდას საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის კომპონენტში. ექსპორტი არის ჩვენი პრიორიტეტი, საექსპორტო პოტენციალის განვითარება და ბუნებრივია ყოველივე ეს საბოლოო ჯამში გვაჩვენებს დადებით შედეგებს. 70 სართულიანი Trump Tower-ი თბილისში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტზე ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და სამშენებლო კომპანია არქის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრეს. პროექტის დაწყების მთავარ მიზეზად გადაცემის სტუმრებმა ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარება დაასახელეს. თავის პარტნიორებთან ერთად მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ხელშეკრულება გაფორმდა აპრილში, როდესაც გამჟღავნდა და უკვე ოფიციალურად ტრამპის ორგანიზაციამ და ჩვენც დავიწყეთ საუბარი ამაზე ღიად. Trump Tower-ი იქნება ერთი მთავარი შენობა ამ კომპლექსში. კომპლექსი შედგება რამდენიმე შენობისგან, მათ შორის იქნება სხვა ბრენდირებული შენობებიც და იქნება ძალიან ესეთი მოლი განსაკუთრებული ბრენდებისთვის და მაღალი დონის ბრენდებისთვის, იქნება სარესტორნო სივრცეები, კაფეები, საერთო სამუშაო სივრცეები და ძალიან ესეთი კარგი გარემო, რომელიც მოიზიდავს ნებისმიერ ტურისტს, რომელიც ქვეყანაში ჩამოვა. პირველი მონახაზი რაც დაიდო ერიკ ტრამპის მიერ რაც იქნა გაზიარებული, ეს უკვე შტამბეჭდავი არის, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია თქვა, რომ ბევრად უფრო შტამბეჭდავი და საინტერესო იქნება, როგორც კი პირველი დეტალური ნახაზი გვექნება. პოტენციური ინვესტორებისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით რო შევხედოთ, იქნება ძალიან ესეთი კარგი და თვალსაჩინო ადგილი, რომ ახალი ინვესტიცია განახორციელოს. არა მხოლოდ თქვა Trump Tower-ში, არამედ ნებისმიერ სხვა შესაძლო უძრავი ქონების ბიზნესში. საქართველოს ნამდვილად არის ოაზისი რეგიონში და მსოფლიოში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, სტაბილურობის, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაზრისით. მინდა ყურადღება გამომახვილოთ ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევაზე, რომელიც 2025 წლის შედეგებს ეფუძნება, სადაც საველიტო ფონდის მონაცემები წმინდა უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინებების თვალსაზრისით და ასევე Heritage Foundation-ის საინვესტიციო თავისუფლების კვლევა, როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელი თვალსაზრისით. აი ამ შეჯერებით საქართველოს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე გავიდა. ანუ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ინვესტიცია განხორციელდეს და ყველაფერი კეთდება ინვესტიციების მოზიდვისათვის. ასე რომ ძალიან ლოგიკურია და არ არის გასაკვირი, როდესაც უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან საქართველოში ინვესტირებით და ჩვენ ვხედავთ ამ ძლიერ საინვესტიციო პროცესებს. ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტმა ახალი ანალიტიკური პროექტის Resilience Access-ის შედეგები წარმოადგინა. კვლევა ევროკავშირის წევრობის 10 კანდიდატ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და თურქეთში სამართლის უზენაესობის მედეგობას აფასებს. ანგარიშის მიხედვით საქართველო მონტენეგროსთან ერთად უმაღლესი შესრულების ჯგუფში მოხვდა. ექსპერტების განმარტებით ეს შედეგი 2014 წლიდან დაგროვილმა პოზიტიურმა დინამიკამ, კორუფციის ეფექტურმა კონტროლმა და კანონების აღსრულების მაჩვენებელმა განაპირობა, რითაც საქართველო ევროკავშირის საშუალო ნიშნულს უახლოვდება. აქვე აღინიშნა, რომ შეფასება ეყრდნობა 2024 წლის დასაწყისის მონაცემებს. ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა კიევში ღამით მასირებული იერიშის შედეგად. შეტევა იყო უკრაინის დედაქალაქის სოლომენსკის, ობოლონისა და გოლოსეევის რაიონებზე. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, დაზიანებულია სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
შენობების ნანგრევებში მოყოლილებს საშუალები ამ დრომდე ეძებენ. კიევის გარდა ღამით თავდასხმები იყო ხარკოვის, პოლტავის, სუმის, დონეცკის, ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკისა და ჩერკასის ოლქებზე არის მსხვერპლი. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად იერიშების სამიზნე იმიერკარპატების ადმინისტრაციული ცენტრი უშგოროდიც გახდა, ქალაქი, სადაც ბევრი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს. მედია წერს, რომ სწორედ ამ მიზეზით უნგრეთის საგარეო უწყებამ განმარტებებისთვის რუსეთის ელჩი დაიბარა. მართველი კოალიცია იშლება ლატვიაში. საერთაშორისო მედია პოლიტიკური კრიზისის მიზეზად თავდაცვის მინისტრის გადადგომას ასახელებს. კოალიციის წევრები პრეზიდენტს ახალი მთავრობის ფორმირებისთვის კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციური პარტიები კი მზად არიან მთავრობის უნდობლობის საკითხი კენჭისყრაზე დააყენონ. ედგარ სრინკევიჩმა არსებული ვითარება სოციალურ ქსელში შეაფასა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე 5 თვით ადრე ქვეყანა არასტაბილურობას ვერ დაუშვებს და ევროპაში არსებული ვითარების გამო ლატვიის თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. დაპირისპირებოდა ხანძარი ნიდერლანდებში, ქალაქ ლოსდრეხტში ანტისაიმიგრაციო აქცია არეულობაში გადაიზარდა. 400-მდე მომიტინგემ თავშესაფრის შენობას პიროტექნიკა დაუშინა და ცეცხლი წაუკიდა. ადგილზე მისულ მეხანძრეებს კი მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. იმ დროს, როცა შენობა იწვოდა, შიგნით თავშესაფრის 15 მაძიებელი იმყოფებოდა. პოლიციამ აქცია სპეცრაზმის დახმარებით დაშალა, ხელისუფლებამ კი ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. და კვლავ საქართველოს დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დანაშაულში დახმარების ფაქტზე დაკავებული 3 პირი დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგება. პროკურატურა მათთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. გამოძიების მიხედვით სადიგენის მერის წარმომადგენელი მოქალაქეს საკემპინგე სივრცის მოსაწყობად მფარველობას დაპირდა, რის ანაცვლოდაც შუამავლის დახმარებით ქრთამის სახით $10,000 აიღო. სამართალდამცველებმა კიდევ ერთი საჯარო მოხელე წალკის მერის წარმომადგენელიც დააკავეს. მას ბრალად ყალბი ცნობების გაცემა და ასევე ქრთამის აღება ედება. უკვე მეორე დღეა ქვეყნის ყველა მსხვილ სავაჭრო ქსელში სპეციალური სტენდები გამოჩნდა, სადაც მომხმარებელს 15 სახეობის პროდუქტის შეძენა შეღავათიან ფასად შეუძლია. საუბარია პირველადი მოხმარების პროდუქტების ეგრეთ წოდებულ სოციალურ კალათზე. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ ფასების კლება პროდუქტებზე ტარიფების კომპლექსური შესწავლისა და ბაზრის ანალიზის შედეგია და ეს დროებითი კომისიის რეკომენდაციას ეფუძნება. მოკლევადიან პერიოდში, რომელიც ჩვენ გავეცით, იყო ბერძნული და ფრანგული მოდელის საფუძველზე, ეს ეხება სუბუქ ინტერვენციას ბაზარზე, რომელიც ითვალისწინებს საბაზისო პროდუქტების საოჯახო კალათის შექმნას და ჩვენ მივესალმებით ქსელების ინიციატივას, მათ გაითვალისწინეს აღნიშნული რეკომენდაცია და შეიქმნა კალათა, რომელშიც დაახლოებით 15 კატეგორიის პროდუქტი შედის და აღნიშნულ პროდუქტებზე ჩვენს მომხმარებელს ყოველდღიურად ექნებათ საუკეთესო ფასი. ხელისუფლება მიდის სწორედ ევოლუციის გზით. ბიზნესთან ერთად ეს მოდელი საფრანგეთსა და საბერძნეთში მუშაობს და ამ მოდელის მიხედვით მართლაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი 15 პროდუქტზე არის ძირითადად საუბარი, რაც პირველადი მოხმარების არის და რაც ასე ვთქვათ მოწყვლადი ჯგუფებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ასე ვთქვათ, განსაკუთრებულად დაბალი ფასებით იქნება აი ამ აუცილებელი პროდუქციის მიწოდება. ეს შეიძლება ითქვას, რომ უკვე დამდგარი შედეგი არის. საცხოვრებელი შენობების გამაგრება, რესტავრაცია 15 სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს რუსთავში. მათ შორის არის ძველი რუსთავის ერთ-ერთი ისტორიული შენობა. პროექტით გათვალისწინებული არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებით ფასადის რესტავრაცია მოხდება, კორპუსის გადახურვა, გაკეთდება მეტალოპლასტმასის კარფანჯრები და დეკორატიული აივნები. პროექტის ღირებულება 2 მილიონს აჭარბებს. რუსთავში სპორტის ქუჩაზე მიმდინარეობს ერთ-ერთი ისტორიული შენობის არეაბილიტაციო სამუშაოები. განახლების შემდეგ გაიზრდება მისი საექსპლუატაციო ვადები, ასევე რუსთავის მერის გუნდი უკვე ძალიან მალე დავიწყებთ ძველი რუსთავის განახლების ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც 100-მდე შენობის განახლებას არესტავრაციო სამუშაოებს მოიცავს. დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები სპორტის ქუჩის ისტორიული შენობის და ანალოგიური სამუშაოები ქალაქში 15 მისამართზე მიმდინარეობს. ეს პროცესი ქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას და მის თანამედროვე განვითარებას ემსახურება.
საქართველოს ეროვნული პავილიონი კანის 79 საერთაშორისო კინოფესტივალზე. კინობაზრობის ფარგლებში უკვე შედგა პირველი სამუშაო შეხვედრებიც. წელს ჩვენს კინოპოტენციალს ეროვნული კინოცენტრი და პროგრამა გადაიღე საქართველოში ერთობლივად წარმოადგენენ. ერთი კვირის განმავლობაში ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები მსოფლიო დონის კინოინდუსტრიის წარმომადგენლებსა და ფესტივალების პროგრამის კურატორებს შეხვდებიან. მთავარი მიზანი ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და უცხოელი პარტნიორებისთვის ახალი ქართული ფილმების წარდგენაა. ჩვენს დელეგაციაში შედიან როგორც ეროვნული კინოცენტრის და გადაიღე საქართველოს წარმომადგენლები, ასევე ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები, ის ადამიანები, რომლებიც რეალობაში ქმნიან თანამედროვე ქართულ კინოს. ათეულობით შეხვედრაა ჩანიშნული და ყველა შეხვედრა ეხება და ემსახურება ერთადერთ ქართული კინოს განვითარებას, მეტი შესაძლებლობის შექმნას, როგორც პროექტების წარდგენას უცხოელი თანადამფინანსებლისთვის, თანხების მობილიზების კუთხით, ასევე სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობების დამყარებას. მე ბრაზილიის ერთ-ერთი უმსხვილესი კინოსააგენტოს წარმომადგენელი ვარ. ახლა ხას დავასრულე შეხვედრა საქართველოს ეროვნულ პავილიონში თქვენი კინოსექტორის წარმომადგენლებთან. ძალიან ნაყოფიერი განხილვა ჰქონდა. აღმოვაჩინე, რომ ქართველებს და ბრაზილიელებს ძალიან ბევრი გვაქვს საერთო. გონიო, რომ მომავალში ძალიან საინტერესოდ ვიმუშავებთ ერთად. კურიერი 10 საათიანი დასრულებულია. დღის ახალი ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ. რუსთავი 2 ეთერს კი ბიზნეს სიახლეებით სოფო ოხანაშვილი